სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნის ქართულ ენაზე ატვირთვას, რომლის სახელწოდებაა ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია. ჩვენ პირველი ნაწილი დავამთავრეთ, რომელიც 7 თავისგან შედგებოდა და გახსოვთ, შემიძლია ჩამოვთვალო, რომ შეგახსენოთ. პირველი ნაწილის სახელწოდება იყო უფალი იესო ქრისტეს მოლოდინი, რომლის ქვეთავი პირველი იყო იესო ქრისტე თავდაპირველად არსებული შემოქმედი და მხსნელი, მეორე ქვეთავი კაცობრიობის სოდვაში ჩავარდნა, მესამე ქმნილების დაწყევლა, მეოთხე კაცობრიობისთვის მხსნელი საჭიროება, მეხუთე აბრაამის თესლი აღთქმული შთამომავალი, მეექვსე მომავალი მესია როგორც წინასწარმეტყველი და მეფე და ბოლო მეშვიდე ქვეთავი იყო მომავალი მესია როგორც ტანჯული მსახური. ამას ყველაფერს წიგნს რო ნახავთ თქვენ, აქ სქოლიოც სიტყვების განმარტებები, რომლის ჩამოთვლასაც ახლა ძალიან შორს აგვიყვანს, იქ პარალელური მუხლებიც არის და მე ვისაც უნდა შეგიძლიათ მოიძიოთ ონლაინზეც არის და ისედაც თუ წიგნს აიღეთ, მაგრამ წიგნში შევეცდებით მე რომ შეტანილი იქნას ეს ყველაფერი. შემდეგი ნაწილი, რომელიც არის მეორე ნაწილი, უკვე იწყება იესო ქრისტეს სახარების დასაწყისი. ეს არის და მთლიანად ეს წიგნი აგებულია სიმფონიებზე და არა მარტო სახარების სიმფონიებზე, არამედ ძველი აღთქმიდანაც არის მოყვანილი ის პარალელები, სადაც არის წინასწარმეტყველება ყველაფერი ამის შესახებ. და ქვეთავი პირველი დღეს აი ამ სახარების დასაწყისში არის იესო ქრისტეს ისტორიის გაცნობა. და ნახეთ, აი რა კარგად არის დალაგებული, რომელები ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები იწყებენ გაცნობას. ნახე, გაცნობა ცალკე არის, გენეალოგია ცალკეა. იქ უკვე იონ ნათლისმცემელზე ცალკე იქნება, ხო, მოწოდებული სიმფონიები, რათა ჩვენ კარგად მთლიანად წარმოვიდგინოთ, რომ ეს მთელი ბიბლია არის იესო ქრისტეს შესახებ და მის სახელს უკავშირდება ყველაფერი აბსოლუტურად. ჩვენი ხსნა და ეს წიგნი არის ჩვენი სულის ხსნის შესახებ. მოდით ახლა მოვუსვენთ იმ პარალელებს, რომლებიც არის ვიმეორებ ნაწილი მეორე იესო ქრისტეს სახარების დასაწყისი და ქვეთავი იესო ქრისტეს ისტორიის გაცნობა. პირველი რომელიც არის ესაია, ისევ ნახეთ ესაიას უბრუნდები და თქო არ არის ნათქვამი რომ ესაია არის მეხუთე სახარება, იმ 4 სახარებასთან ერთად ესაიაც ნახეთ როგორ არის მოწოდებული. ეს არის მე-9 თავში, მეორე და აქცენტია სინათლეზე გაკეთებული ყველა ამ მუხლებში, რომელსაც მე მოვიყვან ახლა სახარებებიდან და ესაიადან. დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში ცხოვრებთ. მართლაც თუ ჩვენ სიბნელეში არ დადიოდა, იმის შემდეგ დაბნელდა 64-ის ბაღის შემდეგ, ხო, კაცობრიობა. მიუხედავად იმისა, სიცოცხლე გააგრძელეს, მაგრამ ჩვენ სულ სიბნელეში. აი ჩვენ რო ვიბადებით, ჯერ მარტო დედის მუცელში სიბნელეში ვართ, ხო? და მერე ცხოვრებაში სიბნელეში დავდივართ სანამდე აი ეს ხივი არ განათება ჩვენ გულებში და თავში და ნათლობი და სანთლებს რო ანთებენ და რაც არ უნდა გაანათოთ, ხო, ცეცხლი ჩამოიტანოთ, თქვენი ცხოვრება არ განათლება. ეს ისე უბრალოდ ჩემი ჩანართია, არ გეგონოთ ჯონ მაკარტურმა თქვა. შემდეგი არის მარკოზის 1:1. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი ღვთის ძისა. ლუკას სახარება პირველი 4. ვინაიდან ბევრმა მიყო ხელი ჩვენ შორის მოხდარი ამბების აღწერას, როგორც გადმოგცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის სახურება. მეც საჭიროდ მივიჩნე გულდასმით გამოკვლევის შემდეგ ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედობა, რომლითაც განისწავლე. და შემდეგი პირველ იონეს სახარების 1:5. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელვა ვერ მოიცვა იგი. იგივე იონეს სახარების პირველი თავის 9:13 იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს. იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანება არ მიიღეს იგი, მაგრამ ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთისშვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის დომისაგან, არა მამაკაცის დომისაგან, არამედ ღვთისგან. და მეორე ტიმოთეს პირველი 10, მე არ მახსოვდა ეს ადგილი მეორე ტიმოთეში, ნახეთ როგორ მიმალულია საგანძურები და როცა თემა ამოდის, აი მე პარალელებიც იხსნება. ეს ბევრჯერ გამიკეთა, მოდი ესე თქვა ჯონ მაკარტურმა მე, რომ ბევრი საგანძური, მიმალული საგანძური აქცენტი ჩვენ ისე გადავატარებთ თვალებს, რომ ის მნიშვნელობას არ ვიცი და ესე თემატობრივად რო შეიკრება, ხო? სიმფონიად უკვე იქ თავის ადგილს ეს ანახებს მიმალული საგანძური.
ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით. აი, შესავალი სახარებისა ეს არის პირველი ნაწილი, როგორც გითხარით და ჩვენ გადავალთ მეორე ქვეთავზე. მადლობა მოსმენისათვის.